როგორ ალაგებენ ქოცები ტრამპთან. ტრამპს ხო სანქციები აღწევებული ბორიასთვის. მან გააგრძელა ბაიდენის დროს დაწესებული სანქციები და ამ 2 კვირის წინ კიდევ გაუხანგრძლივა ბორიას. ანუ ბორია არის სანქცირებული ტრამპის მიერ. კალაძე და მისი შნირი ილია წულაია სამშენებლო ბიზნესი არქი ცდილობდნენ ტრამპის ვაჟთან, შვილთან, ერიკ ტრამპთან გაეჭრათ, ასე ვთქვათ, კანალები და ჩამოეყვანათ ის საქართველოში. ერთადერთი რაც მოახერხეს, ეგ იყო ბრენდის ყიდვა, ააშენებენ სახლს თუ რა ვიცი, თუ ააშენეს თუ მოასწრეს და დააწერენ ტრამპ თაუერს და ეგ არის. ერიკ ტრამპმა უარი განაცხადა საქართველოში ჩამოსვლაზე. იმიტომ რომ ნახა და გაიკითხა, გამოიკითხა და მიხვდა, რომ საქართველოს ის ქვეყანა არის, სადაც უნდა ჩამოვიდეს და მისი სახელი ააფრიალოს და მისი სახე. აი ასე ჩაესვარა კრახი კალაძეს ბორი ივანაშვილთან თავის მოწონება. და ბორი ივანაშვილს კიდევ რჩება ძალაში ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები. ახლა კიდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩამოვლენი დელეგაცია უახლოეს ხანებში, რომლებიც კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ რამდენად აკეთებს და ასრულებს ქართული ოცნება იმ პირობებს, რაც წამოუყენეს არაერთხელ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დემოკრატიის გზაზე დაბრუნება, ეს რუსული კანონების გაუქმება და წესიერად მოქცევა, მაგრამ წესიერად მოქცევა ბორი ივანაშვილს არ შეუძლია. ამიტომაც მოხდება დიდი სარი ამერიკის მხრიდან, მასაც და მის საქოცეთსაც. ბოლოს ყველაფერი ისე დამთავრდება, რომ შეიძლება ბორიამ მოაგვაროს ურთიერთობა და უსაფრთხოების გარანტიებით გაიქცეს აქედან ამერიკელების ხელში. მაგრამ აემუბედურებს რა ეშველებათ ამ კალაძეებს და კობახიძეებს და რა ვიცი, მდინარაძეებს. ბრმაჭუკებით ხო დაგტოვებთ თქვენი პატრონი.